საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. გარდა ამისა, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა აირჩიეს ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. დღევანდელი გადაწყვეტილებით მილანში ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წლის თებერვალში იტალიაში გაიმართება. ჩვენ წინა სესიებზე განცხადებული ქონდა, რომ ჩამეტარებინა ახალგაზრდული საქართველოს ახალგაზრდული ფესტივალი, ეს არის ოლიმპიური მომავალი. და სოციალურ თანხმდებლებში ვისაუბრეთ ამას კომისარებთან. ამას კომისარები სწორედ რო გაცნობილიო ამ საკითხთან, ზოგადად ის საკითხი რო ჩავატაროთ საპილოტო ღონისძიება და ეს უნდა მოხდეს ბათუმში მომავალ წელს. და სწორედ ამ საკითხებზე მიშელეთ და იმალოვანი გადავუხადო ამას კომისარებს, ყველა ერთმანეთს დამიჭირეს ხარი და გვინდა რომ ჩვენი ახალგაზრდები მეტი ჩართულობა იყოს თქვენიც რომ ამ ფესტივალებში ევროპულ ფესტივალებში ჩვენი ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას და ძალიან წარმატებები აქვს. სწორედ ეს მოდელი გვინდა გადმოვიტანოთ საქართველოში და შევქმნათ მასობრივი სპორტისთვის ეს დიდი ღონისძიება. და ყველა რეგიონი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში, დაახლოებით იქნება მონაწილეების რაოდენობა წინასწარი მონაცემებით მინიმუმ უკვე დასკვნის ეტაპზე 1000 სპორტსმენი. ჩემთვის დიდი პატივია მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მისიის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობაა, როგორც ასევე მოციქურავეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელის. მადლობა მინდა გადაუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, ბატონ ლერი ხაბელოვს, აღმასკომის წევრებს მაღალი ნდობისთვის, უახლოეს დღეებში ჩავერთვების საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში და იმეც ვიტყობ, რომ წარმატებული ოლიმპიური თამაშები გვექნება